სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. ილოცავთ ყველას ამ დიდებულ დღეს ღმერთმა ინებოს ჩვენი ზიარება, ღმერთმა ინებოს, რომ დღევანდელი ზიარებით ამ სიწმინდესთან მიახლებით ღმერთმა შეგვინდოს ჩვენი ცოდვები და საკურნებელი იყოს სულისა და ხორცისა. მაგრამ დღევანდელ დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახარება. მუფალი ჩვენ იესო ქრისტე ბრძანებს და ეუბნება თავის მოციქულებს, რომ რომელსა უნდესო დიდ ყოფაო იყოსო ყოველთა მსახურიო. ასევე სახარებით ვეუბნება მაცხვარი ჩვენ იესო ქრისტე, რომ ზეღვთისა განკაცდა ამ ქვეყანაზე და მოვიდა არა რათა იმსახუროს, რათა ემსახუროს ყველას. და ამით გვაჩვენა ჩვენ სახე თავმდაბლობისა და ქრისტეს ჯულის, ჩვენი ქრისტიანული ჯულის აღსრულებისა და ცნებების აღსრულებისა. ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში არის თავმდაბლობა. ეს არის ერთადერთი სათნოება, რომელსაც მოიპოვებს ადამიანი და რომელსაც ისწავლის ადამიანი, რომელიც არის შემყვანებელი ცათა სასუფეველში. მარტო დაბალს შეიწყნარებს უფალი. ფსალმუშიც არის, ხო? დაბალთა მიანიჭებს მადს. უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა. პირველ რიგში თავმდაბლობას ვისწავლით, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობის დროს გამოიცდება ჩვენი თავმდაბლობის ნიჭი. გვაქვს თუ არა ამის უნარი? მაღლდებით თუ არა ადამიანებზე და ვამპარტავნოთ თუ არა ადამიანებზე. ასევე იესო ქრისტემ გვიჩვენ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ვანახარ სახე თავისი ამ ქვეყანაზე მოვლინების შემდგომ სახე თავმდაბლობისა და სახურებისა, მორჩილებისა და სიყვარულისა. ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აი ეს სათნოება უნდა მოიკრიბოს ადამიანი, უნდა შეიძინოს, უნდა იშრომოს ამისთვის, უნდა იღვაწოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მადლიერების გრძნობა. ადამიანს უნდა ქონდეს მადლიერების გრძნობა, განსაკუთრებით ღვთის წინაშე. ღვთის მიმართ უნდა ქონდეს მადლიერება, რომ ადამიანი მადლობდეს ღმერთს ყოველთვის, ყველაფრისთვის, რაიც დაიშვება ჩვენზე. დღევანდელ დღეს ჩვენ ვეზიარეთ და მივიღეთ წმინდა ზიარება, რომელიც არის მაკურნებელი სულისა და ხორცის. და წმინდა მამები ბრძანებენ, რომ იუდა, რომელმაც მიიღო ზიარება, მას რომ მადლობა ეთქვა უფლისათვის, მას რომ მადლობა შეეწირა, მასში ეშმაკი არ შევიდოდა და ის არ იქნებოდა გამცემელი. არის სახარებაში, ხო? მიიღო და შევიდა მასში ეშმაკი და იქნა გამცემელი და წავიდა და გასცა უფალი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება უფლის მიმართ, როგორ ლოცულობთ უფლის წინაშე, როგორ ვითხოვთ ღვთისაგან შეწყალებას, ან რას ვითხოვთ ღვთისგან. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი სიკე ღმერთს ვთხოვოთ, რომ მარტო ის დაუშვას ჩვენზე, რაც ჩვენი მაცხონებელი იქნება და ნუ დაუშვებს იმას, რომ რაღაც ამქვეყნიური სიკეთის თხოვნის მერე ჩვენი სული წავირწმიდოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენს ცხოვრებაში უნდა იყოს, რომ ვაცხონოთ ჩვენი სული. ძალიან ბევრ თქვენგან სიცით, ბევრი გამოცდილება გაქვთ ცხოვრებისეულ და ხედავთ ჩვენს გარშემო ყოველდღიურად რამდენი ადამიანი უცაბედად გადის ამ ქვეყნიდან, გარდაიცვლება და წარსდგება ღვთის სამსჯავროზე. არ ვიცით ჩვენი დღე და ჩვენი ჟამი როდის დადგება ამ ქვეყნიდან გასვლის. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, ყოველთვის უნდა მადლობდეთ ღმერთს და უფლისაგან უნდა ვითხოვდეთ მარტო შეწყალებას. უფლისაგან უნდა ვითხოვდეთ მარტო, რომ ღმერთმა ის ჩვენი ბნებები, ის ჩვენი სიბოროტება, რაც გვაქვს გულში, ჩვენი შური ადამიანების მიმართ, რომ მოგცეს ძალა, რომ დავთრგუნოთ ესენი, რომ გავხდეთ ჭეშმარიტი ქრისტიანები. ამიტომ ისწავლეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ისწავლეთ მოყვანსის მსახურება. უფალმა დღეს როგორ დაბანა, დღევანდელ დღეს როგორ დაბანა თავის მოციქულოს ფეხი. ამით კიდევ ერთხელ გვანახა სიმდაბლე რამდენად მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ემსახურეთ, ერთმანეთს მოეფერეთ, შეიყვარეთ ერთმანეთი.
პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს, რომ სიყვარული არ მაღლოისო, სიყვარულის არ შურსო. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ჩვენგანა მარტო ის არა, რომ მსახურების დროს ვისმენთ წმინდა წერილს და უსმენთ, როდესაც იკითხება წმინდა წერილი, სამოციქულო და სახარება. თვითონმა ჩვენგანმა სახში უნდა ვიკითხოთ ეს, ჩვენი ვალია ეს, როგ წამს იქ ხო დაგვიტოვა მაცხოვარმა ჩვენმა ის დატოვა ის ცნებები, დატოვა იმ მოციქულებმა დატოვეს ის, რასაც ქადაგებდნენ ამ ქვეყანაზე, როდესაც ამაღლდა, როდესაც მოვიდა სულიწმინდის მადლი მოციქულებზე, მათ ხო დაიწყეს ქადაგება და ეს ყველაფერი დაგვიტოვა ჩვენმა ეკლესიამ და ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი კითხულობდეთ ყოველდღიურად წმინდა წერილს. როდესაც ადამიანი ლოცულობს, ის ითხოვს და ესაუბრება უფალს, თავისი შესაძლებლობ თავისი უნარიდან გამომდინარე ითხოვს ღვთისგან რაღაცას, მაგრამ როდესაც ადამიანი კითხულობს წმინდა წერილს, ის მაგ დროს მას უფალი ესაუბრება. კაია ჩვენი თხოვნა და უფალთან ესეთი საუბარი, რომ სულ რაღაცას ვითხოვთ ღვთისგან, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია, როდესაც უფალი გვესაუბრება ჩვენ. არ ვიცით ჩვენ იმ დროს, როდესაც იმ მომენტში, როდესაც წავკითხავთ, რაც გამგვიცხადებს უფალი ჩვენ სახარების და წმინდა წერილის კითხვის დროს. ამიტომ შეიყვარეთ წმინდა წერილი, შეიყვარეთ წმინდა წერილის კითხვა. აი, მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა წმინდა წერილის კითხვა. ფაქტურად სულ ალბათ დღეში ალბათ ამთავრებდა თავიდან ბოლომდე და მეორე დღეს ისევ თავიდან იწყებდა მის კითხვას. ვერთმა შეგვაძლებელოს თითოეულ ჩვენგანს, რომ ღირსეულად მივიღოთ დღევანდელ დღეს ეს ჩვენი მიახლება წმინდა ზიარებასთან და ეხლა ჯვარზე მთხვევის დროს შემდგომ წაიკითხება ჩვენი დედები ყოველთვის კითხულობენ და დღესაც მინდა გთხოვოთ, რომ განსაკუთრებით მოისმინოთ ეს სამადლობელი ლოცვა, რომელიც არის ზიარების შემდგომი სამადლობელი ლოცვა, რომ ვადიდოთ ღმერთი და ყოველთვის მადლობდეთ ღმერთს. მართლა დაგლოცოთ, ღმერთმა შეგინდოთ სოდები და შეგიწყობოთ.